საქართველოში დენის ტარიფი ძვირდება. ელექტროენერგიის ახალფასს ქართული ოცნება ახალ წლამდე 2 დღით ადრე დაადგენს. სწორედ 29 დეკემბერსაა დაგეგმილი სხდომა სემეკში, სადაც ახალ სამომხმარებლო ტარიფებზე უნდა შეთანხმდნენ. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ანუ მოსახლეობას, ასევე კომერციულ სექტორს, ბიზნესს შეეხება. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება ორი ძირითადი ფაქტორის გამოა მოსალოდნელი. გამანაწილებელი კომპანიების მიერ სექტორში საჭირო ინვესტიციების განხორციელება და ზოგად ბაზარზე გაძვირებული ენერგია. მარეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით გაძვირდება დენი და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს. ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს. ეს არის როგორც საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც 3 კატეგორია გვაქვს. 0-დან 100 კილოვატამდე მომხმარებლები, 100-დან 300 კილოვატამდე მომხმარებლები და 300 კილოვატიდან მეც, ვინც მოიხმარს თვის განმავლობაში. ტარიფის ზრდის მოლოდინი არის ძალიან დიდად არა, თუმცა არის გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში, ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, ენერგია ძვირდება, მოხმარება იზრდება, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ტარიფზე მოქმედებს.